გამარჯობათ, მოგესალმებით. მე გახლავართ კომპანია თბილისის შადრევნების დამფუძნებელი ირაკლი ჟვანია. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პატარა საპრეზენტაციო ვიდეორგოლი გასული 30 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ამ რგოლში შევიტანეთ მხოლოდ ის განსაკუთრებული პროექტები ჩვენი აზრით, რომელიც არის ხოლო აი ესეთი საშუალო და მცირე ზომის არჩევიტანია იმისათვის, რომ თქვენი ყურადღება არ გაგვემახვილებია ზედმეტად მნიშვნელოვან ობიექტებზე. ესე იგი 30 წლის განმავლობაში მინდა გითხრათ, რომ შესრულებულია დაახლოებით 20 შადრევნის პროექტი და 20 მონუმენტური ქანდაკების პროექტი ასევე. მათ შორის ერთი პროექტი ევროკავშირში, კონკრეტში 2017 წელს შადრევანი თავისი მონუმენტური დიდი 10 მეტრიანი ქანდაკებით. მე შემთხვევით არ ვდგევარ დღეს ამ ადგილას, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინტერესო და ჩვენთვის ძვირფასი პროექტი ეს იყო ვაკის პარკის შადრევნების რეაბილიტაცია, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ 2013 წელს. მაშინ აი აქედან ჩანს მრგვალი შადრევანი, შუა კასკადი და დიდი კასკადი. იმის გარდა, რომ ჩვენ რეაბილიტაცია ჩაუტარეთ ამ შადრევნებს, ასევე შემდეგ 2 წლის განმავლობაში 2013-14 წლებში მოვლა პატრონობა ჰქონდა დიდი კასკადის და მთელი ამ კომპლექსის, ისევე როგორც მთელი თბილისის შადრევნებს უვლიდა ჩვენი კომპანია 2013-14 წლებში. მაშინ ძალიან საინტერესო პროექტი იყო აი აქ მრგვალ შადრევანში ჩვენ გავაკეთეთ ესეთი ვიდეო ინსტალაცია წყალზე, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, მოდიოდა მოქალაქეები და ძალიან მოწონდათ ეს. და მე ვფიქრობ, რომ მომავალშიც უნდა განმეორდეს ეს. ოღონდ არ არის აუცილებელი ამ შადრევანში, შეიძლება იმ დიდ კასკადის ქვეშ მდებარე დიდ შადრევანში მოხდეს ეს დიდი ვიდეო ფარდა თავისი ლაზერული ეფექტებით და ასე შემდეგ. წარმოგიდგინოთ ჩვენი შადრევანი, რომელიც აკეთდა 2007 წელს, რომელიც მდებარეობს ვაკეში, ვაკის პარკთან, თავჯავაძის გამზირზე, რომელიც ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ასე ვთქვათ ჩვენი საეტაპო ნამუშევარია. რომელიც გაკეთდა 2007 წელს, 7 ბრინჯაოს ფიგურა და ეს შადრევანი კიდე იმის გარდა, რომ ასე ვთქვათ ესთეტიურად ემსახურებოდა რაღაც ენერგეტიკულად შექმნილიყო ესეთი დადებითი ველი ამ ობიექტის გარშემო, ასევე ის რომ პროსპექტის მხრიდან, როდესაც უყურებ ამ შადრევანს, ესეთი შეგრძნება გაქვს, რომ მიწაზე დგას, მაგრამ რეალურად ეს შადრევანი არ დგას მიწაზე, ის ჰაერში კიდია. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, რატომ კიდია ჰაერში და როგორ მოხდა ეს, ამას მე გაჩვენებთ, ეხლა აი ჩავიდეთ ქვემოთ მიწისქვეშა გადასასვლელში და შემდეგ უკვე გაჩვენებთ. მეგობრებო, აი ჩამოვედით ეხლა ჩვენ ვაკეში, ვაკის პარკთან. აი თქვენ ხედავთ იქით მხარეს, ნახეთ, არის გასასვლელი ვაკის პარკთან, ვაკის პარკში შადრევნებისკენ, რომელიც ასევე ცალკე მოგიყვებით აქ ობიექტის თემას. აქ იყო ასეთი სიტუაცია 2007 წელს, აქ იყო დიდი ღიობი და იყო ასეთი ალტერნატივა. ან უნდა ეს დაგვეკეტა საერთოდ, ან უნდა მომეფიქრებია რაღაცა ისეთი, რაც შეინარჩუნებდა ამ ღიობს, მაგრამ შადრევნის ფუნქციონირებასაც შესაძლებას გახდიდა. ამიტომ მოვიფიქრე ესეთი რაღაცა და კოლონაზე დაიდგა აი შადრევანი, რომელიც კიდია ჰაერში. აი ქვემოდან რო უყურებთ, ხო, აი შეიძლება ძნელი წარმოსადგენია, რომ აი ამ კონსტრუქციაზეა მთლიანად აგებული იქ სკულპტურები, შიგნით არის განთავსებული ტუმბოები, ელექტრონაწილი, მართვის სისტემები და ასე შემდეგ და ესე და ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური ნაგებობა გვაქვს თბილისში, რომელიც შევქმნით 2007 წელს. It's not about the things you do, it's not about the things you say. And I don't know why, but it hurts my feelings again. It's not what we want them to. We've grown, but I'm afraid we've changed. If it's over.
felt love, but you let me go away. Bye bye, bye bye. It hurts, but it's for the best. The best. ჩვენი ორკესტრი. Iach, ეს არის შადრევანი ქუთაისში, რომელიც შეიქმნა 2012 წელს. მას ქვია კოლხური შადრევანი, ქუთაისის მთავარ მოედანზე დგას. სადღაც წელიწად ნახევარი ვაშენებდით ამას. ეს არის ქართული არტეფაქტები, რომელიც ნაპოვნია გათხრებში, ესენია გადიდებული ბრინჯაოში. 29 ბრინჯაოს ტიპი ფიგურა, 70 ტუმბო, 200 სანატი, ძალიან რთული სამუშაო იყო, მაგრამ შემდეგ მისი რთული წლების განმავლობაში დავიწყებას მიეცა და დარჩა ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო და საამაყო შადრევანი, რომელიც დღეს ქუთაისის სავიზიტო ბარათია. ეს არის მშრალი შადრევანი, ეგრეთ წოდებული, რომლისნაირი დაახლოებით 1 ათეული გვაქვს გაკეთებული, მათ შორის ერთ-ერთი ვაკის პარკში იყო. ეს არის კიკვიძის ბაღის კადრები, სადაც ჩვენს მიერ დამონტაჟდა ეს შადრევანი და ბავშვებისთვის არის ძალიან სასიამოვნო და ფუნქციონალურად ძალიან კარგია, როდესაც ბავშვებს ზაფხულის პერიოდში აქვს საშუალება ამ შადრევნებში გაერთონ და გაგრილდნენ ზაფხულის ცხელ პერიოდში. ეს არის ბათუმის შადრევნები ტბაზე მოწყობილი, რომელიც ჩვენ დავამონტაჟეთ ფრანგულ კომპანიასთან Aquatic Shows-თან ერთად. ეს არის ბათუმის ცენტრი იუსტიციის სახლთან, მაგრამ აქაც საკურველია ვერაუარეთ გვერდი ვიდეო პროექციას. დავამონტაჟეთ ძალიან კარგი სისტემა, კრისტის ბრენდის ვიდეო პროექტორით და ასე შემდეგ, რომელიც ძალიან დიდ ეფექტს იძლევა წყლის ფარდაზე და ნახველისთვის არის ძალიან საინტერესო, ძალიან და დღესაც ბათუმის სტუმრები, ბათუმელები ძალიან ამაყობენ ამ შადრევნით და ძალიან საინტერესო სანახავია. ეს არის შადრევანი ევროპაში, უნგრეთში, რომელიც შემოგვეცეს 2017 წელს. ეს არის დიდი კორპორაცია Apollo, რომელმაც გადაწყვიტა ესეთი პლანეტარული შადრევანი ქონოდა თავისი ოფისის წინ. ეს ქანდაკება შადრევნით, ქანდაკებას უნდა პლანეტას ეტრიალა წყალზე, ასეთი იდეა ჰქონდათ და მოხდა ისე, რომ რუსთავის ინსტრუმენტულ ქარხანაში 2 თვეში ავაწყეთ ეს პლანეტა, შემდეგ დავჭერით, ჩავიტანეთ და ევროპაში ინსტალაცია გავუკეთეთ. ეს არის შადრევანი ნატურის ხე, რომელიც დგას მთაწმინდის პარკში, თბილისში, რომელიც ასევე მთაწმინდის პარკის სავიზიტო ბარათია. ეს გაკეთდა 2007 წელს. რამდენი დრო გავიდა, უკვე 18 წელიწადი გავიდა მას შემდეგ. და ესე როგორც კი ამოდიხარ ფუნიკულორის ტრამვაიდან კიბეებზე რო ადიხართ, პირდაპირ იქ არის ჩვენ თავალ მოედანზე ჩვენი შადრევანი თავისი ნატურის ხით, რომელიც თბილისს გადმოყურებს და გახდა თბილისის ერთ-ერთი ძალიან საყვარელი სავიზიტო ბარათი. და ისევ ბათუმი, ეს არის ბათუმის ბულვარი, სადაც მე 2012 წელს ჩემი შვილის ასე ვთქვათ ქანდაკება გავაკეთე. ეს არის პირველი კინეტიკური ქანდაკება. ის ბორბლებსაც წყალი ატრიალებს, ანუ მოძრაობაშია, მუდმივ მოძრაობაშია ეს ველოსიპედი და ძალიან კარგია ვიზუალურად და აღსაქმნელად ბათუმელებისთვის და სტუმრებისთვის. ეს დგას ბათუმის ბულვარში, სასტუმრო შერატონის ზუსტად პირდაპირ მინაშვილის ქუჩაზე და ძალიან მიყვარს ეს, იმიტომ რომ ჩემი შვილი სახელს ატარებს, ესე ქვია ნინა ველოსიპედს, ესე დავარქვი. აი ასე და ამგვარად მინდა და წარმომედგინა თქვენთვის ეს პროექტი, ჩვენი მეორე პროექტი, იქ არის ვალიბაღი, არის ასევე ქუთაისის შადრევანი, არის წყალტუბო, ქობულეთი, ბათუმი,
რა ვიცი, კიდე ლანჩხუთი, შემოქმედი, გორი ახალ პარკში ამას წინა დავასრულეთ ზუსტად 7-8 თვის წინ და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბევრი პროექტებია და აი ეს მინდოდა თქვენთვის მომეყოლა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის.